მოგესალმებით. ვისაუბრებ ლილითის გადასვლა ქალწული ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც ლილითი ასტროლოგიაში შავი მთვარის სახელით არის ცნობილი. ეს არის ფიქტიური წერტილი, რომელიც ინდივიდის რუკაში იმ ნიშნის, სადაც ლილითი მოძრაობს, გვიჩვენებს მის ბნელ მხარეს, დუნებებს, გაზვიადებას, ჩაციკლულობას ან უარყოფას. რა კარმით არის მოსული, რა უნდა გააცნობიეროს, რომ ლილითის დამუშავება შეძლოს. 3 ოქტომბერს ტოვებს ლომის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის ქალწული ზოდიაქოს ნიშანში 9 თვით 2024 წლის 29 ივნისამდე. ლილითი ქალწულში აქ მკვეთრად გამოხატავს ჩაციკლულობას დეტალებზე, უწესრიგობას ან ზედმეტად დამოკიდებულებას წესრიგისადმი, ურობაში ქაოსს და აურს-ზაურს, მიმდინარე მოვლენების შეფასებისთვის ხელი გვეშლება ობიექტურად შევაფასოთ მოვლენები. წამოწევს არადისციპლინურობას, აკვიატებულ ჯანმრთელობის კუთხით, სადაც სიფრთხილე იქნება აუცილებლად საჭირო ექიმის სწორად შერჩევის კუთხით, რადგან აქ არასწორად დასმულმა დიაგნოზმა შესაძლებელია შემდეგში პრობლემების წინაშე დაგაყენოთ. თანამშრომლებთან ურთიერთობისას ნუ იქნებით სუბიექტურები. არ აყვეთ შიშებს, არ აყვეთ ფობიებს, ავადმყოფობის კუთხით აქ გააქტიურებს ნაწლავებისა და შინაგანი ორგანოების პრობლემებს, ასევე ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ინსტინქტები. ბუნებების ალბათობა მაღალია ქალწული ზოდიაქოს ნიშნების ადამიანებისთვის, ვისაც ქალწულში ყავს პლანეტები. ლილითი კონკრეტულ პლანეტას, როდესაც შეუერთდება, პრობლემური იქნება მუტაბელური ნიშნებისთვის, ტყუპები, მშვილდოსნები და თევზებისთვის, ვისაც ამ ნიშნებში ყავთ პლანეტები და ზუსტ ასპექტს გააკეთებს, მაშინ იყავით ფრთხილად დუნებებთან, ტყუილებთან, სუბიექტურობასთან, რეალურად შეაფასეთ მოვლენები.